გამარჯობა მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით საქართველოში პირველ რესტორანში, რომელიც არის წყალზე მდინარეში და მისი დამაარსებელი ბატონი ბადრი. პირველი კითხვა ასეთი, საიდან წამოვიდა იდეა, საიდან მოგაფიქრდათ, რომ ეს გაგეკეთებინათ? ნამდვილად სწორად აღნიშნეთ. პირველად ეს იდეა რო გაჩნდა, ჩემი მეგობარი, ეხლა უკვე მოყვარე პარტნიორი, ბიზნეს კომპანიონი ზაზა დავითაძე და მე. შევაჯერეთ აზრები, გაკეთდა წყალსაცავი, გესი წოდებული. რატომაც არა, უნდა ყოფილიყო ტურისტული ზონა და ერთ-ერთი მცურავი საშუალება ტივი, რომელიც მოემსახურებოდა მობრძანებულ სუმრებს. ხო, არ ვწდები, ხო პირველი არის, პირველი კი არა, მე მგონი საქართველოში მეტი არ არის. რა თქმა უნდა, ამიერკავკასიაში შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი 150 სუმარს ღებულობდეს და თან შეინობდეს და თან მიირთმევდეს კერძებს. რამდენი ევროპულს? არ ნამდვილად არა. რამდენი წელია, რაც 8 წელიწადს ითვლის უკვე ჩვენი ბიზნესი ამ კუთხით თანდათანობით. რაღაცებს ხვეწავთ, სულ თავიდან პატარა ვიყავით, მაგრამ ნელა. ანუ მე გახდა ასეთი მასშტაბური და ასეთი. რა ვიცი, ლოკაციები პატარა მდინარე იცვლის კალაპოტებს და აქედან გამომდინარე მოგვიწია ერთჯერ ლოკაციის შეცვლა. მოსაგნებად მარტივი არის, მაჭახელას ხეობაშია. რა თქმა უნდა. შემდეგ მოძრაობა ხდება, ანუ შემოვლიან სტუმრები. საღამოობით ყოველ ჩვენ დილიდან 10 საათიდან უკვე რესტორანი მზად არის, მიიღებს სტუმარს ჩვეულებრივად. საღამოთი ბანკეტები და მოსული სტუმარი გაისეინებს სრულიად უფასოდ. მიირთმევს კერძს, ცოცხალი მუსიკა, არა ჩვეულებრივი დატკბება ამხედებით. რა თქმა უნდა და დანარჩენს უკვე მან თვითონ შტაბეჭილებებს გვიზიარებს, რომ გამოდიან ავტოვანები. ეგ ადგილზე უნდა ნახოთ მართლა თავიდან, ანუ პირველად ვარ მე ამ სივრცეში და კერძებით აღფრთოვანებული ვარ. პირდაპირ უნდა ვთქვა, არ დავმალავ, აჭარული ხაჭაპური განსაკუთრებით საოცრება იყო. მე სხვაგან არ მინახავს, სხვაგან საქართველოში კი არა, საზღვარგარეთაც ასეთი რაღაც არ მინახავს, რომ ეს ამხელა ძალიან დიდი არის. პატარა შეიძლება იყოს. რავი, მაგას დავაძლიერეთ 50 ტონა სიწონის სუმრებთან ერთად ჩვენი ეს მცურავი საშუალება ტივი. ტივი არა, უკვე გემია. გემია. ო, შეგვიძლია ეს არა, ტივს იმაშვებით, რა თქმა უნდა, ასე. დაგვიანებულ სუმარს თუ გასულები ვართ, ყავს მაგის. ყავს, საინტერესო არის, ხო. ჩვენი მცურავი საშუალებით კატარღით გამოიყვანებენ და ასე რომ ან მოყვანა პრობლემა არ არის. ჩვეულებრივად მოლხენას და ახალსუფრას შეუკვეთავს, ასე რომ ამ კუთხით არ იზღუდება არანაირი საათობრივი დრო. ძალიან მაგარი არის წარმატებები. დაიხარეთ, მობრძანებით, ველოდებით ყოველთვის. ნახეთ ადგილზე, აი საოცარი გარემო არის.